ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია, ეთერშია გადაცემა ავანსცენა. მე ნიკოლოზ წულუკიძე გახლავართ და ჩვენ ტრადიციულად საუბრობთ სამშაბათ საღამოს ყოველთვის თეატრზე. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. გუშინ მარჯანიშვილის თეატრში წარმოდგენილი იყო სოსანების დასი, თეა სოსანის ხელმძღვანელობით. გერმანიაში მოღვაწე ქართველი ქორეოგრაფი, რომელმაც ძალიან საინტერესო სინთეზი შემოგვთავაზა დრამატურგიის და ცეკვის ელემენტებისა, რომელსაც შეიძლება უწოდოთ ცეკვის თეატრი და მარჯანიშვილის თეატრში მყოფ საზოგადოებას ძალიან საინტერესო სპექტაკლი დახვდათ. ასევე უნდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ პლეხანოვზე, ელბაქიძისა და ლაგუნავერეს კუთხეში გაიხსნა ბიუსტი სახელოვანი ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის, რომელიც საჩუქრად თბილის ზურაბ წერეთელმა გადმოსცა. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ქალბატონი ქეთევან კიკნაძე. საღამომშვიდობის ქალბატონო ქეთევან. საღამომშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. დაგთანხმდით და აი როგორ გადაწყდა რომ ბატონ ზურაბს უნდა გაეკეთებინა ეს ბიუსტი და ყოფილიყო თბილისში წარმოდგენილი. იცით რა, მე როგორ გავბედავდი ბატონი ზურაბისთვის, მე ვთქვა რომ გიგას ბიუსტი გააკეთე. მან ეს გააკეთა თავისი ინიციატივით. ეს ქალაქს აჩუქა. და ასეთი საჩუქარი საერთოდ არ კეთდება. ეს მხოლოდ ზურაბ წერეთელს შეეძლო რომ გაეკეთებინა ასეთი ჟესტი. და ერთ-ერთი ისეთ ძალიან ლამაზ ადგილას, სადაც ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ბატონი გიგა მიუყვებოდა თეატრისკენ სავალ გზას, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, სწორედ იქ განთავსდა მისი ბიუსტი. როგორი იყო გახსნა და როგორ მიიღო საზოგადოებამ ძეგლი? ძალიან კარგი საზოგადოება ესწრებოდა, თბილისის ნაღები, ასე ვთქვათ, და ძალიან კარგად მიიღეს ეს ამბავი და ეს ღონისძიება ჩატარდა შესანიშნავად. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, ნიკა, რომ ძალიან მხარში დამიდგენ ამ მხრივ. ჯერ კიდე ძველმა მერიამ, რომელიც მაშინ ფუნქციონირებდა, გააკეთა მემორიალი, გააკეთა ქუჩის სახელწოდება, სკვერს მიენიჭა გიგა ლორთქიფანიძის სახელი. ამასთან თეატრი, რუსავის თეატრი მიენიჭა მისი სახელი. მაგრამ თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა. აი ყველა პროცედურა იქ დაცულია, იმიტომ რომ 15 თუ 20 წლის წინ მან იყო მარი ბროსეს ბიუსტი. კი, საკმაოდ მithkomდუხმა გამოიწვია. ამიტომ ეხლანდელმა მერიამ ყველა პროცედურის დაცვით გააკეთა ის, რომ ვინაიდან ეს ბაღი იყო გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, ამიტომ აქ დადგმულიყო გიგას ბიუსტი და მარი ბროსეს ბიუსტი. თუ კი აღადგენენ, მე მგონი ალექსანდროვის ბაღში დაიდგმება ისევ, თუ აღადგინეს. ან დედაენასთან იქვე ახლო. ქალბატონო ქეთევან, აი ხა მოდის ბატონ გიგას დაბადების დღე, ხო არ იცით? მე როგორც ვიცი, რუსთავის დრამატული თეატრი ემზადება თარიღის აღსანიშნავად, სწორედ მეორე ნაწილში გადაცემის ჩვენ რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობები გვეყოლებიან სტუმრად გოდერძი ჩოხელის შესახებ დადგეს, უпроსტად ადამიანთა სევდა დადგეს ესეთ სპექტაკლი და როგორ აღინიშნება დაბადების დღე გიგა ლორთქიფანიძის? ისიც მე საქმის კურსში არა ვარ, როგორ აღინიშნება, მაგრამ ალბათ აღინიშნება და ეს იქნება შესანიშნავი. ნიკა, ეხლა მე მესმოდა თქვენ თქვით, რომ რეჟისორი, ის არა მარტო თეატრალური რეჟისორი იყო, კინორეჟისორი იყო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყო და არაჩვეულებრივი ცოდნა პოეზიის, არაჩვეულებრივი ცოდნა ლიტერატურის, მთელი მსოფლიოს, რუსული, ქართული, რაც შეეხება ქონდა საკუთარი ინსცენირებები კინოსთვის, ქონდა
ეს დრამატურგია შექმნილი წერლობის რა ვიცი უნიკალური ადამიანი იყო იცი არის როდესაც შენ გვერდით არის ადამიანი ამას არაფასებ უფრო სწორად ვერ გრძნობ და როდესაც აი ეხლა წავიდა გიგა აღარ არის ეხლა ვაანალიზებ რომ რამ ყოლია გვერდში არა მარტო რამ ყოლია რა ადამიანი ყოლია გვერდში ქალბატონო კეთან თელ ქართულ თეატრს მე არც მეგულება მეორე ისეთი რეჟისორი რომელსაც ასე უხარო და სხვა მისი კოლეგის წარმატება და ასე გვერდში ედგა იმიტომ რომ ერთ სახელოვან რეჟისორს რო კითხეს რომ რატო არ მიხვედიო მეორე რეჟისორის პრემიერაზე და რომ მოწონებოდა რამ ექნაო და გიგა სწორედ ის კაცი იყო რომელსაც ერთი სული ქონდა რომ ვინმეს რამე მოწონებოდა და მე ამაზე ბევრი ეხლა ის რა მინდა გავაჟღერო მე დათა თუჩაშხიაში მუშაობდა ბიძინა კვერნაძე. კი ბატონო. და როდესაც ეს ბიძინა სიმფონიები ჩაიწერა და წერდა ჯანო კახიძე. და რა თქმა უნდა გიგა ესწრებოდა ამ რეპეტიციებს, ამ ჩაწერას, ამ ყველაფერს და როდესაც სასიყვარულო თემა იქ, აი ეს უნდა ჩაეწერათ, მელოდიურობა რო არ დაკარგულიყო, გიგა მიყვებოდა ორკესტრს და მღეროდა. და ეს სიმღერა ჯანომ დატოვა და ფილმში მღერის კი ვიცი დატოვა ჯანომ იმიტომ რომ თვითონ ჯანო იყო სულით ხორცამდე აი თმიდან ფეხით შილამდე მუსიკა იყო თვითონ აი ამიტომ დატოვა კი ნამდვილად ეს ისეთი ცნობილი ისტორიაა ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და დიდი მადლობა და სამწუხაროა რომ არ მაქვს რადიო რომ მოისმინო ეს გამოუსწორებელი უნდა შეიძინოთ ჩემო ძვირფასო ჩვენ ვიზრუნებთ კარგად ქალბატონო კეთიან კიკნაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ჩვენ ახლა ვაგრძელებთ რუსთავის თეატრის მსახიობებთან და ერთ მოწვეულ მსახიობთან საუბარს სპექტაკლზე ადამიანთა სევდა რომელიც დაიდგმება და პრემიერა იქნება პარასკევს წარმოდგენილი რუსთავის თეატრში 7 საათზე რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი მსახიობები ქალბატონები ლარისა ხაჯაპურიძე ეკა ქრივიშვილი და ბატონი ზურა ბანთელავა რომელიც მოწვევით თამაშობს ამ თეატრში ამ როლს ქალბატონებო და ბატონებო მოგესალმებით ქალბატონო თამარ რამ გადაგაწყვეტინათ რომ სწორედ რუსთავის თეატრში დაგედგათ და ისის გოდერძი ჩოხელი რომელიცგანაც ესეთი სამწუხაროდ განებივრებულები არა ვართ რომ ეს გენიალური ავტორი და რეჟისორი ესე ხშირად ადაპტირდეს და ტირაჟირდეს და ეს მოდეს ჩვენს ახალგაზრდობასაც და ყველას მოგესალმებით პირველ რიგში ნიკა ჩემო კარგო ჩემო ძვირფასო მადლობა მოწვევისთვის იცით რა ეს იდეა სცენაზე ქართულ თეატრში ასულიყო გოდერძი ჩოხელი ძალიან კარგი ხანია მაწვალებს და არის აი ასე ჩემში შიგნით ვფიქრობდი რომ მას აქვს გზა ქართული თეატრისაკენ და ეს გზა დღეს შედგა ყველაფერი ბედის წერა რაღაცნაირად მე ასე უკავშირებ რაღაცა სიმბოლოებით და მგონია რომ რუსთავის თეატრი სწორედ ის კარგი თეატრია რომელმაც პირველად უნდა ააჟღეროს გოდერძი ჩოხელის ადამიანს პირველი არ არის ქუთაისში იყო შარშა გოდერძი ჩოხელი და კარგი კი მაგრამ ერთ-ერთი პირველია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქტიურად ჟღერს აი ვინ არიან დასში განაწილებულები აი ხა იყო გამოკითხვა და რუსთავის თეატრი გამოვლინდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ თეატრად რომელიც ყოველთვის უთმობს რეჟისორებსაც და მსახიობებსაც სარბიელს რომ ითამაშონ და ნიჭიერი პროდუქტი, ღირსეული პროდუქტი წარმოადგინონ. სპექტაკლში დაკავებულია 20 მსახიობი, ეს საკმაოდ დიდი ციფრია ახლა. თანამედროვე თეატრები რაღაცნაირად უფრო პატარ-პატარა სპექტაკლებს აკეთებენ, მცირე მსახიობებთან კმაყოფილდებიან, მაგრამ რუსთავის თეატრი სწორედ ის თეატრია, სადაც ყველა თაობა არის ამ სპექტაკლში დაკავებული და დიდი მადლობა მათ. უფროსი თაობის ცნობილი მსახიობები, საშუალო თაობა, რომელიც მე მგონია რომ ძალიან დიდ ძალას ფლობს და სწორედ ახლა უდგებათ თეატრში მათი წლები, როცა თავიანთი შემოქმედებითი იმპულსები სრულად უნდა გამოამჟღავნონ და ახალგაზრდები, რომლებიც ასე მშვენივრად ამშვენებენ ჩვენ სპექტაკლს. ისე რომ გოდერძი ჩოხელი კიდევ ერთხელ არის გამაერთიანებელი ყველა თაობისა რუსთავის შესანიშნავ თეატრში. თავისი გენიალური სიბრძნით, რომელსაც ესე
თბილად გადმოგცემს. და განსაკუთრებული მდგომარეობით. განსაკუთრებია. ქალბატონო ლარისა, ვის როლს თამაშობთ თქვენ და უკვე ამდენი წელია თეატრში ხართ და რითია განსხვავებული ეს პიესა? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მე ვთამაშობ თამარ ხოზელს. თქვენ კარგად იცით, რომ გიორგი ჩოხელს, გოდერძი ჩოხელს არ დაუწერია პიესა. ამიტომ თეატრში იყო რაღაცა შიში, რომ ლიტერატურა ხომ არ იქნება მარტო, მაგრამ ეს შიში ძალიან გაქარწყლდა, იმიტომ რომ ჩვენ მივხვდით, რომ საინტერესო რეჟისორი მოვიდა, რომელიც არ არის ისეთი რეჟისორი, მაგალითად ახალ მასალას რომ მიყვებენ რეჟისორები ჩვენთან ერთად მივდივართ ბოლო იმამდე და ერთად ვქმნით და ქალბატონო თამარმა უკვე იცის რა უნდა, როგორ უნდა, ამიტომ ძალიან რეკორდულ მცირე დროში მოახდინა ამ სპექტაკლის გაკეთება. თვითონ არის ძალიან მოწესრიგებული რეჟისორი, ამიტომ ჩვენი ჯგუფი, რომელიც ეს ჯგუფი როგორც ქალბატონმა თამარმა თქვა 20 მსახიობია და 10 კიდევ დამდგმელი, რომელიც შემოქმედებითი ჯგუფი და ესენი ყველა ერთ მუშტად შეკვრა. სპექტაკლი გამოვიდა ძალიან საინტერესო. ჩვენ ვიცით რომ გოდერძი ჩოხელი წერდა კონკრეტულ ერთ კუთხეზე და კერძოდ გუდამაყარზე, მაგრამ ქალბატონო თამარმა სპექტაკლი გააკეთა ყველა კუთხეს მოიცავს. არ არის კი განაზოგადა და არ არის ის აქცენტი კილოკავებზე მოცემული. ამიტომ ეს სპექტაკლში ყველაფერი, რაც კი არსებობს, გრძნობათა ბუნება, ყველა სიყვარული, სიძულვილი, სიბოროტე, სიკეთე, სიკვდილი, სიცოცხლე, ყველა გამოიყენა და განსაკუთრებით თიდან ჩამოსვლა ბარში რომ ჩამოდიან და ტოვებენ, რომელზედაც გოდერძი ჩოხელი ამბობდა, რომ გუდამაყარში ერთ მიყურებულ სოფელში დედაბერმა მითხრაო, რომ გაიკრიფეთ ქალაქშიო ეს ხალხიო და იქ გროვდებითო, არ გეშინიათო. გოდერძი ჩოხელს უპასუხია, ერთად ყოფნის რატომ უნდა გვეშინოდეთო, რატომ უნდა გეშინოდეთ და იქ რომ მიდიხართო თქვენო, აქ ხომ მარტო კატოვებთო თასო და სახლკარსო, ჩვენ ამ წასვლითო კილოკავისგან ვანთავისუფლებთო ენასო და კი არ ანთავისუფლებთ აუფერულებთო და მართალიც არის ადრე რომ წამოსულიყვენ ბარში მთიდან ქართველები ალბათ ვაჟა-ფშაველაც არ იქნებოდა. მაგრამ ერთი მინდა ბატონო ნიკა გითხრა რომ ეს ძალიან ლამაზი სპექტაკლი გამოვიდა და ამ ლამაზ სპექტაკლში რომ გამოვიდა ამაში დიდი ლომის წილი მიუძღვის მხატვარ სცენოგრაფს ლომგულ მურუსიძეს ისეთი სცენა არის, აი უმციკლო პატარძალვის სცენა, სადაც მარცხნივ ანგელოზია და დაყურებს ყველაფერს. მოვიდეს მაყურებელი და ნახოთ. კი, ნახავს აუცილებლად რეკლამას. დრო და რეკლამის შემდეგ უკვე გავაგრძელებთ საუბარს, დაგველოდეთ. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისე ძვირფასო რადიო მსმენელებო, ვაგრძელებთ საუბარს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ხდება რუსთავის თეატრში გოდერძი ჩოხელის ადამიანთა სევდა ავიდა სცენაზე და სწორედ შემოქმედებითი ჯგუფი ყავს. სტუმრად ბატონ ზურაბ, ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რომ ესეთ სერიოზულ ლიტერატურას, დრამატურგიას არ ვიტყვი რა კი არ არის პიესა, ლიტერატურასთან გაქვთ შეხება და მე მგონი პირველია თქვენთვის რუსთავის თეატრის სცენა თუ თამაშობდით მანამდე? არა. მე ხანგრძლივად თავიდან დაწყებული თელავი და. ხო და რუსთავში პირველად თამაშობთ ხო? პირველად ვარ მიმიწვიეს როგორი თანხმო თელავი. აი ბარე მიქახარ და ქალბატონი თამარმა შემოთავაზება ისეთი მასტური იყო რომ უარი ვერ უთხარი. ძალიან თან გოდერძი და მე ერთ პერიოდში ვსაუბრობ ჩვენ მეგობრები ვიყავით. თეატრალურში. კარგად ვიცნობდი, კი არა, კარგად ვიცი მისი ბუნება. რაც მას წიგნში აქვს ჩამოყალიბებული ეს ყველაფერი, ამან ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა. ჩვენ ჯგუფელებთან, ჩვენ ინსტიტუტში გაიარა თითქმის ყველაფერმა. ძალიან ახლოს არის, მაგრამ აქედან გამომდინარე მაინც სასტიკად პასუხის რა თქმა უნდა. ძალიან ურთულესი ფორმა, მაგრამ მე მგონი გამოგვივა. სხვა გზა არ არის. არა, ნამდვილად არ არის. იმდენად ქართულია და თან კიდევ ისეთი აქტუალურია, რომ მე დღეს დილით მქონდა შეხვედრა ტელევიზიაში და იქ თქვი რომ იმდენად გავგრილდით კი არა შეგვიხუნდა ურთიერთობები, ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთის მიმართ, რომ სწორედ
ასეთი რამს უნდა მოვე